ქალბატონელჩო, პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ისმის ამ დღეების განმავლობაში, ასეთი ისტორიული თვალსაზრისითაც დრამატული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თავად ისრაელის მთავრობის მხრიდან, ჯერ ამერიკელებზე არ ვსაუბრობ, რომ დაეწყო სამხედრო ოპერაცია ირანის ტერიტორიაზე. რით იყო განპირობებული? რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა ამ შეტევის დაწყების? To do it so immediately. The answer is very simple. It was necessary because we were talking about an imminent threat to the state of Israel. We have seen გადაუდებელ საფრთხებზე ლაპარაკობდით ისრაელის სახელმწიფოსთვის. Action to weaponize ჩვენ nuclear capabilities. უყურებდით, როგორ ავითარებდა თავის ბირთვულ შესაძლებლობებს ირანი და ამიტომ გადაწყვიტა ისრაელმა დაწყება ოპერაციის. ჩვენ სულ კონფლიქტში ვართ ირანთან, თქვენ გახლავთ, თქვენ გახსოვთ 22 აპრილის ოქტომბრის შეტევები რაკეტებით, მაგრამ რატომ დავიწყეთ ეს ოპერაცია? ეს გახლავთ იმიტომ რომ იყო ძალიან ახლო საფრთხე ისრაელისთვის ბალისტიკური რაკეტებით და ჩვენ მივედით იმ წერტილზე, სადაც უკან დაბრუნება აღარ შეიძლებოდა. მოდით ახლა ვისაუბროთ ამ შეტევის მიზანზე. რამდენადაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გასაგები მიზანი და ამოცანა ამ დარტყმების ნამდვილად არის ბირთვული ინფრასტრუქტურის განადგურება და ამავე დროს ბალისტიკური რაკეტების, ანუ ძირითადი შეტევითი პოტენციალის შესაძლებლობების მაქსიმალურად დასუსტება ირანის ტერიტორიაზე. და კიდევ ერთი მიზანი უკავშირდება ბირთვულ პროგრამებზე მომუშავე მეცნიერების და სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების განადგურებას. მაგრამ ამის პარალელურად დღის წესრიგში დგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. წარმოადგენს თუ არა ისრაელის მიზანს ირანში პოლიტიკური ხელისუფლების წვლილება? No, let me be very clear. Changing the regime in Tehran is not a business for რეჟიმის შეცვლა ჩვენი საქმე რო იტყვიან არ არის, ეს არის ირანის მოსახლეობის გადაწყვეტილება მათ მომავალთან დაკავშირებით, როგორც თქვენ ზუსტად ბრძანეთ. დარტყმის მიზანი გახლავთ მძიმე დარტყმა მივაყენოთ ბირთვულ შესაძლებლობებს, ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობებს, არა მხოლოდ ის რომ გაუშვეს რაკეტები ისრაელის წინააღმდეგ და მთელ რეგიონში მთელი ჯაჭვის განადგურება გსურს. ყველა ელემენტზე ვსაუბრობთ, რომელიც გახლავთ ბირთვული ინდუსტრიის ნაწილი და ბალისტიკური რაკეტების ინდუსტრიის ნაწილი. ეს გახლავთ ის სამიზნე, რომელსაც ურტყავთ და იმ ხალხს რამდენად სერიოზულ მიზანს და ამოცანას წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობის იმდენად დაცვა არა, მაგრამ სამიზნე არეალებში თავშეკავება ისეთი ობიექტების დაბომბვის, სადაც აქტიურად დიდი რაოდენობა მოსახლეობისაც ცხოვრობს, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმენთ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსგან, რომ ეს არის მიზანი და ამოცანა, მაგრამ რამდენად ხერ ხდება ამ ოპერაციის განხორციელება ისე, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში ავიცილოთ მაქსიმალურად მსხვერპლი. I think that you have all seen the videos. ყველამ იხილეთ ვიდეოები იმ სიზუსტესთან დაკავშირებით, რომელსაც ისრაელი ახორციელებს. ჩვენ ხედავთ ზუსტი სადაზვერო მონაცემების კომბინაციას ზუსტ დარტყმებთან საჰაერო ძალების პილოტების მხრიდან, ებრაელი პილოტების მხრიდან. ჩვენი მიზანი არის დავარტყავთ კონკრეტულ ობიექტებს, სამხედრო ობიექტებს, მაგალითად გრძელი რადიუსის რაკეტების გამშვებ პუნქტების წინააღმდეგ დარტყმას და რა თქმა უნდა ბირთვულ ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმას. ეს არის ძალიან დიდი სიზუსტით განხორციელებული და ჩვენ ფაქტიურად არ ვხედავთ მშვიდობიან მოსახლეობის მსხვერპლს. მართალია, ირანელები ხატავენ სხვა სურათს, რომ დააბრალონ მსხვერპლი ისრაელს. აიატოლას რეჟიმებისთვის ეს არის, რო იტყვიან, ყოველდღიური მოვლენა. აიატოლების რეჟიმი
ძალიან სპეციფიური მოწყობის სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, ეს არის თეოკრატიული, რელიგიური, ფუნდამენტალისტური, ესე ვთქვათ, მართლობითი მოდელი, რაც თავის თავში მოიცავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად ცენტრალიზებული მართლობა არის, აქ გარკვეული ტიპის რელიგიური რწმენები შეიძლება ასე ითქვას და უფრო გრძელვადიან მიზნებზე ადამიანთა უფრო დიდი ჯგუფის ერთგულება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხების დანახვის და განეიტრალების. იმ პერსპექტივის გათვალისწინებით, რომ ეს სამხედრო დაპირისპირება ამ ფაზაში გაჩერდება და დაუშვათ უფრო გრძელვადიან ფართომასშტაბიან კონფლიქტში არ გადავა და ირანის დღევანდელი ხელისუფლება ჩვეულებრივად აგრძელებს ქვეყნის და სახელმწიფოს მართვას. ხო არ ფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტად შეურაცხყოფილი, ასე ვთქვათ, დამცირებული ირანის აიათოლების ხელისუფლება ეცდება უკვე ყველა გზას მიმართოს იმისთვის, რომ შური იძიოს ისრაელზე ამ შემთხვევაში და როგორ ფიქრობთ, ვინ არიან მსოფლიოში ისეთ სახელმწიფოები, რომლებმაც ასეთ ქმედებებში მათ შეიძლება ხელი შეუწყონ? Thank you. მადლობ. იმედი მაქვს, რომ ამას არ გააკეთებენ. იმიტომ რომ ჩვენ გაუგზავნეთ მათ გზავნილი არა მხოლოდ ისრაელმა, არამედ ამერიკის ხელისუფლებამ ყველაფერი ეხება ბირთვულ აქტივობებს და ჩვეულებრივ რაკეტების ბალისტიკურ ინდუსტრიას ეს არ ეხება რეჟიმის ცვლილებას და იგი ეს ოპერაცია შეიძლება შეწყდეს თუ მოვნახეთ დიპლომატიური გადაწყვეტილება თუ შეწყდება ასევე ბირთვული აქტივობები ირანში. და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია კონკრეტული მიზნით და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენი ამოცანა გახლავთ, როგორც ითქვა, დავაზიანოთ ირანი ისე ძლიერად, რომ მან ვერ აღიდგინოს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობები. და ამის იქით ჩვენ მიზნები არ გვაქვს. და რა იქნება ირანის რეჟიმის რეაქცია, ეს მათზეა დამოკიდებული. მაგრამ მათ ძალიან სერიოზული დარტყმები მიიღეს, განსაკუთრებით გუშინდელი ამერიკული შეტევის შემდეგ. მათი გადაწყვეტილება იქნება თუ რას მოიმოქმედებენ საპასუხოდ. და მაგრამ გზავნილი ნათელია. ქალბატონელჩო, შემოვიყვანთ უკვე ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მნიშვნელოვანი მთავარი პარტნიორი ისრაელის და ზოგადად თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყანა. ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა, თუმცა რაღაც მომენტებში ცოტა გულაცრუების ფაზებიც იყო, მაგრამ იმდენი რამდენიც პრეზიდენტ ტრამპს გაუკეთებია ისრაელისთვის მისი წინა ვადის პერიოდში, საკმაოდ თამამი ნაბიჯების თვალსაზრისით, მას შეუძლია თამამად იტრაბახოს, რომ ის გამორჩეული მეგობარი არის ებრაელი ერის. ამავე დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკური პროცესების თავისებურება მას კარნახობდა გარკვეულ დინამიკას, რომ ანგარიში გაეწია განწყობებისთვის, რომ ახალ ომებში არ ჩართულიყო, რომ ამერიკაზე უფრო ყოფილიყო კონცენტრირებული ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა, რაც ავტომატურად ამცირებდა შეერთებული შტატების რესურსების მიმართვას სხვა რეგიონებისაკენ მსოფლიოს. მაგრამ დადგა ეს დღე, დადგა ეს მომენტი, როცა სწორედ პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მსგავსით სხვა მისმა წინამორბედებმა, არც მისი პარტიის პრეზიდენტებმა, არც დემოკრატიული პარტიისა არ გააკეთეს. პრეზიდენტი კლინტონი იხსენებდა ამ დღეებში, ჯერ არ იყო მომხდარი, ის რაც გუშინ ღამით მოხდა, რომ მასთანაც ჰქონდა საუბარი ნეთანიაჰუს თავის დროზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გაეწია აქტიური პარტნიორობა ირანზე შეტევის ნაწილში, მან მიიღო უარი მაშინ. როგორ ფიქრობთ, რა გარემოებები შეიცვალა ახლა უკვე არა ისრაელში, იმდენად, ამაზე უკვე თქვენ ისაუბრეთ, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ხედვაში, რომ მათ ასეთი მნიშვნელოვანი და საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს. იმ ყველაფრის გათვალისწინებით მით უმეტეს, რაც პრეზიდენტ ტრამპს შლეიფად თავისი არჩევნების მთავარი სლოგანების სახით აქვს, ხო? მაგა ამომრჩეველი განსაკუთრებით, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის და შეერთებული შტატების იზოლაციონისტურ პოლიტიკას უფრო უჭერდა მხარს.
ბუნებრივია მე არ შემიძლია კომენტარი ან ანალიზი ამერიკაში არსებული დისკუსიებისას ამერიკის საშინაო საქმეებზე მოდით ვილაპარაკოთ დრო როგორ იცვლება იმაზე სიტუაცია იცვლება რატომ დავიწყეთ ეს ოპერაცია იმიტომ ქონდა სადაზვერო მონაცემები რომ თუ არ ვიმოქმედებთ ეხლა ვეღარ ვიმოქმედებთ მომავალში ჩვენ ტრამპის გადაწყვეტილება მიღებული იქნა არა ისრაელის სასარგებლოდ, არამედ მასაც ჰქონდა ინტერესი რომ ირანს არ ქონოდა ბირთვული იარაღი. ჩვენ ლაპარაკობთ მაღალ გამდიდრებულ ურანზე, რომელიც სამხედრო დონეს მიღწევის შემთხვევაში 9 ბომბის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა. ეს ამ დონეზე ირანელები მივიდნენ დადასტურებული იყო მაგატეს ანუ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიერაც რომ 60%-ზე მეტად ხდებოდა უკვე გამდიდრება ურანის, ანუ ეს ის შემთხვევა, როცა მარტო ისრაელის დაზვერვაზე დაყრდნობით არ ვრცელდება ეს ინფორმაცია. ეს რატო ვახსენე, იმიტომ რომ ამ თემასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოებაშიც არ იყო ერთიანი აზრი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი სადაზვერვო სამსახურის უფროსმა რამდენიმე სულ რაღაც 10 დღის წინ სენატში მოსმენისას თქვა, რომ ირანს არ აქვს ატომური იარაღი და არც არის ახლოს იმასთან რო იყოს. როცა პრეზიდენტ ტრამპს უთხრეს, რომ ასეთი რამ განაცხადა თქვენი დაზვერვის უფროსმაო, მან თქვა, რომ მას არ აქვს სწორი ინფორმაცია. ერთი რომ თავად პრეზიდენტი ტრამპი როგორც ჩანს, სხვა ამერიკული სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციას უფრო მეტად დაეყრდნო და ასევე დამაჯერებელი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და მოსადის და სხვა სამსახურების ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ამერიკელ კოლეგებს ვიტყვი, რომ ცემთ დიდ პატივს სხვადასხვა უწყებებს, სადაზვერვო სტრუქტურებს, რისი თქმა შემიძლია, რომ ჩვენ მოქმედებდით ჩვენი ოპერაციის ფარგლებში, მაგრამ დიდი მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, რომ ნათანზისა და სხვა ობიექტების წინააღმდეგ დარტყმა განახორციელა ღამის განმავლობაში. მაგრამ ჩვენ დაგვეგმეთ ეს ოპერაცია როგორც ებრაული ოპერაცია ჩვენი დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით. მნიშვნელოვანია აქ ხაზი გაუსვათ, რომ ჩვენ ისტორიულ ცვლილებების ზღვარზე ვდგევართ ახლო აღმოსავლეთში. წარმოიდგინეთ შუა აღმოსავლეთი ირანის გარეშე, რომელიც არასპონსორებს ტერორიზმს, აძლევს საშუალებას ტრეინინგის, სხვადასხვა ტერორისტულ ძალებს, მაგალითად როგორც არის ჰეზბოლა და ჩვენ ლაპარაკობთ ასევე სირიის ასადის რეჟიმზე. ჩვენ ხედავთ რომ ირანი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ძირი გამოეთხელო სტაბილურობისთვის შუა აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთში და განსაკუთრებით გასულ ღამეს ჩვენ ვნახეთ შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად მოგვესპოეს შესაძლებლობები ირანისთვის. და დაგვეცვა თავისუფალი სამყარო, რომ არასდროს არ კონდეს ირანს ბირთვული იარაღი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში რეჟიმი, წარმოიდგინეთ, რომელიც დღევანდელ სამყაროში არსებობს ბირთვული ბომბით. და ჩვენ ასევე ხელი უნდა შევუშალოთ როგორც ისრაელმა. ირანი წლების განმავლობაში ქმნიდა და უზრუნველყოფდა ამ საფრთხეების არსებობას, თუმცა განსაკუთრებით 7 სექტემბრის შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, რაც მოხდა, ისრაელის აქტიურმა ქმედებებმა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დამოუკიდებლადაც გამოიწვია მის გარშემო რეგიონში არსებული საფრთხის მატარებელი ძალების ან ნეიტრალიზაცია შეგვიძლია ვთქვათ. როდესაც ისრაელი იწყებდა ამ ოპერაციას, ჰქონდა თუ არა მოლოდინები, რომ იმაზე უფრო სერიოზული საფრთხე აღიძვრებოდა, თუნდაც ჰეზბოლას ლიბანის ტერიტორიიდან, გაზას სექტორიდან, ან თუნდაც ჰუსიტების ტერიტორიებიდან, ვიდრე ამას ვხედავთ, იმიტომ რომ თუ არ ჩავთვლით იემენიდან გამოსროლი რამდენიმე რაკეტას, ჰუსიტების რაიმე სერიოზული მცდელობა ისრაელის მიმართულებით ან ისრაელში ტერორისტული აქტივობის შექმნისა სამეზობლო ირანის მიერ ტრადიციულად მხარდაჭერები ძალების მხრიდან არ გამოვლენილა.
You haven't seen it because ჩვენ ვერ ვიხილეთ ეს, იმიტომ რომ based on three pillars. One was ირანის სტრატეგია ემყარებოდა რამდენიმე საყრდენს, მისი მარიონეტების არსებობა, რასაც ჩვენ ვებრძვით ოქტომბრიდან, ჰეზბოლა, ასადის რეჟიმი, რაც ასამის რეჟიმის დაცემა გამოიწვია იმას თუ როგორ დავარტყით ჰეზბოლას და ასევე აი საშიში არსენალის შესახებ მაგალითად მაღალი ციფრები იმ 3000 ბალისტიკურ რაკეტაზე ვლაპარაკობ, რომელსაც ირანის შეუძლია აწარმოოს ყოველ წელს. აი ამის განადგურება გვინდოდა და ამიტომაც ვერ ხედავთ აი ამ ტერორისტულ აქტივობებს, იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად ურტყავთ რომ ჩამოვშალოთ ეს. ისრაელი ძალიან პატარა ქვეყანაა, 10 მილიონიანი მოსახლეობით, 80 მილიონიანია ირანი. ციფრი არ მახსოვს, მაგრამ რამდენჯერმე ასეულობით ჯერ უფრო დიდია ვიდრე ისრაელი და ჩვენ გვემუქრება ამხელა ქვეყანა, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები რომ დაგვეპყროს ცა თეირანის თავზე და ირანის თავზე, რათა ჩამოგვეშალა მათი ბირთვული შესაძლებლობები, ყველა ეს პროცესები დაიწყო 7 ოქტომბრამდე, მაგრამ 7 ოქტომბერმა დააჩქარა ყველა პროცესები, რათა ჩვენ მაქსიმალურად მოგვესპო ეს მუდმივი საფრთხე, რომელიც სულ ჩვენ თავზე გვეკიდა. 7 ოქტომბერი იყო ამისი დასაწყისი, აქტიური ქმედებების დასაწყისი. თუ ვინმე გვემუქრება განადგურებით, ჩვენ ნამდვილად არ მოვვითმენთ, ჩვენ რისკზე არ წავალთ, ჩვენ მაქსიმალურ სერიოზულ ქმედებებს განვახორციელებთ იმისთვის, რომ მოусპობთ ან ძალზე სერიოზულად დავაზიანოთ აი ეს შესაძლებლობები. ჩვენ ვლაპარაკობთ 7 ოქტომბერზე. და ქუძის ძალებში იზედი ეს გახლავთ დაჯგუფება ირანის რევოლუციის დაცვის კორპუსში. He was killed on Israeli territory, yes? ირანის ტერიტორიაზე იქნა მოკლული, ვიზეს თქვენ ხას ირანში, yes. He was a person in charge. He was the contact person. ეს იყო საკონტაქტო პირი ჰამასთან კავშირის უზრუნველყოფთა, როგორც ღაზაში, ასევე დასავლეთ სანაპიროზე. იგი ყველაფერს აძლევდა ჰამას, რაც საჭირო იყო, რათა მაგალითად ჩაეტარებინა 7 ოქტომბრის შეტევა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია მრავალისაგან, რომ ფინანსურად, ასევე ფინანსურ ტრანზაქციებს აკონტროლებდა ირანი, რათა შეარაღებინა სხვადასხვა გასამხედროებული ჯგუფი შუა აღმოსავლეთში. ირანი იყო ძალიან ღრმად ჩაფლული აი ამ აქტივობებში და წარმოიდგინეთ ამ ქვეყანას, წარმოიდგინეთ ეს ქვეყანა ბირთვული ახლო აღმოსავლეთზე, იმ პირობებში, როდესაც ირანის თავდასხმითი პოტენციალი იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, რაც წარმოადგენდა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ბირთვული საფრთხის თვალსაზრისით ისრაელის ოპერაციის და ახლა უკვე ამერიკის დარტყმების მთავარ მიზანს. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ არაბულ სამყაროსთან, მუსულმანურ მაჰმადიანურ სამყაროსთან, რომის გარემოცვაშიც უწევს ცხოვრება და არსებობა ისრაელის სახელმწიფოს, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება ურთიერთობები, დამოკიდებულებები, აბრაამის ხელშეკრულების გაფორმებამ თავის დროზე ამ მხრივ აღძრა ძალიან დიდი იმედები, თუმცა ამას მოყვა კიდეც ოქტომბრის თავდასხმა და ის უბედურება. როგორ ფიქრობთ ამ მიმართულებით არაბულ სახელმწიფოებთან, მაჰმადიანურ სახელმწიფოებთან ისრაელის ურთიერთობა შემდგომში როგორ განვითარდება? იმედი მაქვს, რომ როგორც მოგახსენეთ, ჩვენ გვაქვს ყველაზე კარგი შანსები, რომ ეს რეგიონი იქცეს უფრო უკეთეს ადგილად, უფრო აყვავებული იყოს, დრამატული ცვლილებები ხორციელდება ამჟამად. ისრაელის მთავრობას აწყობს სტაბილურობა ქვეყნებისა ჩვენ გარშემო და
თუმცა ჩვენ ვასუსტებთ დრამატულად იმ ელემენტს, რომელიც მუდამ გვემუქრებოდა. ანუ ყოველთვის იყო თეორიები, მაგალითად მე არ ვიცი რატომ დაგვარტყა ჰამასმა 7 ოქტომბერს, მაგრამ ეს განხილვა საკითხისა ნორმალიზაციის, ურთიერთობის ნორმალიზაციის ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის ეს დღის წესრიგში დგას. მაგრამ ჰამასმა რატომ გადახორციელა ეს შეტევა? იმიტომ რომ ფიქრობდა რომ ისრაელი უნდა მოისპოს და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ რომ შუა აღმოსავლეთი ირანის ჩარევით არის ყველაზე დიდი რეგიონი ტერორიზმის ექსპორტისა და თუ ეს არ იქნება ძალიან საქართველოს შორის ურთიერთობა. საბედნიეროდ არა მარტო ისტორიულ კონტექსტში, თანამედროვე ეპოქაშიც საქართველოს და ისრაელს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო და პოლიტიკური ურთიერთობების დონეზე, ადამიანებს შორის კულტურული ურთიერთობების დონეზე ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო, გულშემატკივრობთ ერთმანეთს ნათესავები ვართ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებითაც ახლა როდესაც ჩვენ ისრაელის ამბებს ვაცნობთ საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის ძირითადად მაინც ვარგებლობთ ქართველი ან ქართულენოვანი ჩვენი ქართველი ებრაელების მიერ მოწოდებული ინფორმაციით და ადგილებიდან. ვიცით რომ ისრაელის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ისრაელში მყოფი ქართველების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იყვნენ იქ და უნდათ დატოვება ტერიტორიის დატოვეს ისრაელი და ახლა უნებლად არიან საქართველოში. რა როლს ასრულებს არა ამ დიდი ოპერაციების და ასე შემდეგ, არამედ ზოგადად საქართველოს ისრაელის საგარეო პოლიტიკის რადარზე რა ადგილზე არის გარდა ამ კულტურული და ადამიანური ურთიერთობების ნაწილისა, იმიტომ რომ იყო რამდენიმე დეტალი, რომელიც იმ ადამიანების აქციელს უკავშირდებოდა, რომელიც საქართველოს ოფიციალურ დონეზე წარმოადგენს და იმ სტატუსით აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო და რაც არ ჩვენ გვესიამოვნა ქართველებს. დიდი მადლობა გიორგი. But Georgian Jews, we are talking about the Jews who grew up in Georgia who are citizens of this country. ლაპარაკობთ ებრაელებზე, რომლებიც more than 100,000 people. საქართველოსდან გადასახლდა ისრაელში. მე როგორც ელჩმა შემიძლია ვთქვა, რაში ვართ აქტიურად ჩართულები, მას შემდეგ რაც დაიწყოს ოპერაცია, ჩვენ გვინდა რომ ყველა ისრაელელი დაბრუნდეს ისრაელში. ძალიან ბევრია ებრაელი საქართველოში, ეს არის ძალიან კარგი ტურისტული ადგილი საქართველოს, ბევრი ებრაელი ჩამოდის აქ, არა მხოლოდ ქართველი ებრაელი, მაგრამ ჩვენთვის ებრაელებისთვის, როცა ჩვენი ქვეყანა ომობს, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ. ისე არა რომ ჩვენ საქართველოში დავრჩეთ და აქ ვიყოთ დაცულები, პირიქით სახში უნდა ჩავიდეთ. რამდენიმე ქართველი მოქალაქე უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში, არა ებრაელი. საქართველოს ზოგადად რო თქვა ძალიან სერიოზული როლი გააჩნია. საქართველო გახლავთ სოფლიო ბირთვული სააგენტოს მმართველობის წევრი და ხმა მისცა იმ გადაწყვეტილებას, რომ ირანი არ ღვევდა ბირთვული შეიარაღების კონტროლის ნორმებს. და ჩვენთვის ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოს მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა. იმედი გვაქვს რომ ის მიზნები რომელიც ჰქონდა გაცხადებული ისრაელის მთავრობას და უკავშირდებოდა დროის თუ არ ვშტები ორკვირიან მონაკვეთში ამ მიზნების მიღწევას. მათი ძირითადი ნაწილი რო თქვენი ახსნა განმარტებიდან ჩარს უკვე ფაქტობრივად მიღწეულია. როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება ეს ოპერაცია? რა ნიშნები არის? ანუ მესმის რომ ეს დამოკიდებულია ირანის პასუხზეც ამ შემთხვევაში და ყველა მოლოდინში რა შეიძლება მათ გააკეთონ. საუბარი არის ჰორმუსის სრუტის გადაკეტვაზე, ეს უკვე მარტო ისრაელს აღარ ეხება, აქ უკვე შეერთებული შტატები, ევროპა, ჩინეთი დაინტერესებულები არიან ამ ყურის ფუნქციონირებით, ამიტომაც სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების მიმართა სწორედ ჩინეთს, რომ მათაც აქტიურად მიაქციონ ყურადღება და ურჩიონ ირანის ხელმძღვანელობას ეს არ გააკეთონ, იმიტომ რომ დიდწილად უკვე ვიდმე დაზარალდება მათ შორის არის ჩინეთი და სხვა სახელმწიფოები. როგორი მოლოდინი გაქვთ უახლოესი პერსპექტივის? My anticipation, we will continue
with our bank of targets as we მე call it, იმედი მაქვს რომ up until ჩვენ, we decide that we have exhausted მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ჩავთვლით რომ ოპერაცია უკვე ანუ ფაქტიურად ამოუწურა ჩვენი მიზნები და ფიქრობ რომ ირანი აი ამ შესაძლებლობის ბირთვულ შესაძლებლობის გარეშე იქნება გაცილებით უფრო მშვიდობიანი შუა აღმოსავლეთისთვის და ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოებას ამ რეგიონში. ალბათ, მე ვჩი დაგემშვიდობები.